ოქროს დრაკონი. ქალბატონებო და ბატონებო, ის რაც არასდროს გინახავთ. კუნფუს კლუბი ოქროს დრაკონი წარმოგიდგენთ. 3, 2, 1. უდრეკი ყელი და დრეკად ირკინა. აი ამილეც კი ასრულებენ შაოლინის გამოცდილი ბერები და შეასრულებს ჩვენი მაწვილი ილეც ქვია წერო ცალფეხზე. და დავატრიალოთ. Perfect! და ჩვენი გოგონა ილეთის შესასრულებლად გაახურებს ჯერ ფეხს, შემდეგ კი ხელს და ორივე ჯოხი დამტრეულია. ახლა კი შიფუ. Gina! Kramiti! Kali! Shubri! და უძლიერესი დარტყმა, რომელიც დაანგრევს ნებისმიერ კედელს. და დრაკონის კლავი. ყურადღება. ჰოლამდე! წინვალე. ახლა კი მასწავლებელი, მოსწავლე და ორპირი შუბი. დავაკვირდეთ, გატყდება? კი! ახლა კი პირველად ნიჭიერში, ვალებით მტრევა. მოვემზადოთ? უპრობლემო. და დარჩენილ კრამიც ვამტრევთ თავით. წინვალე! და ბოლოს შიფუ და კედელი. შევამოწმოთ კედელი. მყარია, არ დაეცემა. და სიურპრიზი მეგობრებო. შიფუ გავა კედელში. სიჩუმე დაბლოდისმენტები მეგობრებო. გაუგეურებელი, გაუჯერებელი, ოქროს დრაკონი. ეს რა ვნახე? ადამიანები ისე შიფრიან შუბს, შუბებზე ტრიალებენ. ვაიმე კედელში თავით გადიან. რა ვნახე ეს ხალხო მომწანდით აგრეთვე. მოკეთ ცოტა არის მე გამიჭირდა ამ ყველაფრის ყურება ერთ მომენტი კიდე ხომ გამოვარდი და წაგაგლიჯეთ ყველაფერი, მაგრამ მე უბრალოდ ვთქვი რომ ძალიან მაგრები იყვნენ, არა? აბა? გეგა ხოხა. არ ვიცი, მე გაოგნებული ვარ მართლა, იმიტომ რომ ეხლა შესვენების დროს ვიყავი უკან და მართლა ისინი ყელზე რაც მიიბჯინეს და ის მართლა წვეტიანი არის ეხლა. არაფერი ტყუილი ამაში არ არის. ყველაფერი არის ძალიან ნამდვილი. წვეტიანი შუბიც, თვალზე იჯოხებიც და ნუ კედელიც. ბრავო, საოცრება. მე არ ვიცი ეს უკვე ნიჭია. ძალიან ბევრი მუშაობა არის მართლა.
საოცარი ადამიანები ხართ, საოცარი ნიჭიერები ხარ და არაჩვეულებრივები ხარ ჩემი აზრით. დიდი მადლობა გეგას, ია რას გვეტყვის? აი ხა რო არ მქონდეს წასმული 2 ფუთა მაკიაჟი, ხო? 2 ფუთა ფერფთალები იქნები და გული მიმდის ისეთ ცუდად ვარ, ოღონდ მართლა. ესეთი სანახაობა მე მგონი ძალიან ზედმეტიც არის კიდევაც, მაგრამ საოცრება. მართლა ცუდად ვარ. მადლობა. ია და ნიკა ბოლოს შეაფასე. ზედმეტი არის ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ ხა სისხლი მოგდით ცხვირიდან. სამწუხაროდ და ალბათ ჯობია რომ ექიმები არიან დარბაზში და ჩაერიონ ამაში, იმიტომ რომ ნამდვილად ექსტრემალური იყო ეს ნომერი, მე ვიტყოდი პარანორმალური. ხო, არ არის ესეთ ექსტრემზე წასვლა ჯანმრთელობის რისკის გაწევა, მე ვფიქრობ არღის მით უმეტეს პრინციპში მაინც არ გამოვიდა პირველი ასე ვთქვათ შემთხვევიდან ეგ, მაგრამ თავისთავად ცხადია რომ ის რაც ჩვენ ვნახეთ არის ჯანსაღი სხეული და მე ვიტყოდი ჯანსაღი ფსიქიკა. ეს ძალიან კარგია და ამისი პროპაგანდა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან კარგი. მადლობთ იმისთვის რომ აი ესეთი შრომის მოყარეობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევით. ჟურის მადლობა სუხთით თქვენ კი ძირფასო ტელემაყურებლებო დარწმუნებული ვარ რომ ესეთი რამე არ გინახავთ. ალბათ დარწმუნდით იმაში რომ ამ ადამიანებს ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვთ და ალბათ წარმოიდგენთ ფინალისტვის რა შეიძლება შემოგთავაზოთ. თუ გიქცრუთ რომ ისინი ფინალში იხილოთ, მაშინ უნდა დავურეკოთ ნომერზე 09377009 და ბრძოლის ველიდან გავაცილეთ დრაკონი. ოქროს დრაკონი